ჩვენი ორგანიზაცია წლების მანძილზე აკვირდება სურსათის უნებლობის სფეროში სახელმწიფოს საქმიანობას და რამდგომარეობაა სხვადასხვა სექტორში. სურსათის წარმოების და გაყიდვის და შესაბამისად ერთ-ერთი სექტორი ამჯერად ავირჩიეთ თაფლი. ჩვენი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ რა თქმა უნდა აღვნიშნოთ დადებითი ძვრები, მაგრამ გამოვავლინოთ ის ხარვეზები, ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით და გავაცნოთ საზოგადოებას და მოვთხოვოთ ხელისუფლებას და მეწარმეებს ამ ხარვეზების გამოსწორება. კვლევა მოიცავს რამდენიმე საკითხს, მინდა დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ ეტაპობრივად. ერთ-ერთი არის თავად მეფუტკრეთა ცნობიერება სურსათის უვნებლობის საკითხებზე და თვითკონტროლის მექანიზმები. რა გამოვლინდა ამ მიმართულებით? ჩვენთან ზოგადად მეწარმეთა დიდ ნაწილს არა მარტო თაფლის წარმოებაში, ვინც არის ჩართული, არა მარტო მეფუტკრეები, არამედ ძალიან დიდი ნაწილი სხვადასხვა სფეროებშიც მეწარმეებისა საკმაოდ ცუდად არის გათვითცნობიერებული უნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უშუალოდ იმ პროდუქციის უნებლობაზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ, იმ მოთხოვნებზე, რაც მათ უნდა შეასრულონ. ზოგადად დამოკიდებულება უნებლობის საკითხების მიმართ არის ესეთი წინააღმდეგობრივი, მიჩვეულია ბევრი რომ აწარმოოს და საქმიანობა განახორციელოს ისე როგორც წლების მანძილზე აკეთებდა ამას და გონია რომ ეს მისაღებია, ვინაიდან დიდი პრობლემაა. ვერაცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია უვნებლობა, როცა კვების პროდუქტთან გაქვს შეხება. კი სამწუხაროდ შეიძლება გაუკვირდეს ვინმეს, მაგრამ ასეა. არაკეთილსინდისიერად იქცევა. რა თქმა უნდა, ნაწილი არის არაკეთილსინდისიერი. ზოგადად ჩვენთან აწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა ესეთი მდგომარეობა, განუკითხაობის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელია შეიძლება მეტი კიდე მიმდინარეობს რეფორმები ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა პოზიტიური ძროები არის, მაინც ესეთი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ეს ეხება როგორც მცირე მეწარმეებს, გლეხურ მეურნეობებს, ისე შედარებით მსხვილ მეწარმეებსაც. და აქედან გამომდინარე, ხო ძალიან ჩამოყალიბებული ესეთი დამოკიდებულების ჩვევების, უკვე ტრადიციად ქცეული ჩვევების შეცვლა ძალიან რთულია. თან ეს რა თქმა უნდა უკავშირდება სოციალურ პრობლემებს, ის ზოგადად ჩვენი სოფლის მეურნეობის ჯერ კიდევ განუვითარებლობას და არ არის ისეთი ხელშემწყობი გარემო, არ არის ეს მკაფიო ხედვა სახელმწიფოს მხრიდან თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების დაძლევა და გადატეხვა ამ პრობლემის. ერთია რომ შესაძლოა არაკეთილსინდისიერად იქცეოდეს მეწარმე, თუ იმ შემთხვევაში თუ ვთქვათ, ასე ვთქვათ, ხელზე ყიდის თავის პროდუქციას, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ ეს პროდუქცია უფრო ფართო მასებზე გადის, სხვადასხვა მაღაზიებსა თუ მსგავს დაწესებულებებში, რა კონტროლის მექანიზმი არსებობს, როგორ ხდება შემოწმება, რამდენად ვარგისია ეს პროდუქცია იქამდე სანამ მომხმარებლამდე მივა. თაფლთან დაკავშირებით კონტროლის იგივე მექანიზმები არსებობს, რაც სხვა სურსათთან დაკავშირებით, იმპორტირებული პროდუქცია პირველ რიგში საბაჟოს გაივლის და იქ დოკუმენტურად მოწმდება და ნაწილი ლაბორატორიული შემოწმება ხდება და ქვეყნის შიგნით სურსათის ეროვნული სააგენტო არის მაკონტროლებელი და ხდება საწარმოების შემოწმება, სხვადასხვა ობიექტების შემოწმება და პროდუქციის შემოწმება, უშუალოდ ნიმუშების აღება, დოკუმენტური შემოწმებაც და ლაბორატორიული კვლევების. თუმცა ეს კონტროლის მასშტაბები არ არის საკმარისი, საკმაოდ მცირე ნაწილს მოიცავს მეწარმეების, განსაკუთრებით ეს ეხება სასოფლო მეურნეობებს, რომელთა დიდი ნაწილი კი არა და აბსოლუტური უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად გეგმური კონტროლის ქვეშ ვერ ხვდება. გარკვეული ვეტერინარული კონტროლი ხორციელდება მათზე დაავადებებისგან დაცვის კუთხით, მაგრამ ესეც მოიცავს ძალიან მცირე ნაწილს ამ შემთხვევაში საფუტკრე მეურნეობების. რა ვიცი, აი სტატისტიკურად რომ ვთქვათ, ბოლო მონაცემები რაც არსებობს ყოველ შემთხვევაში საქართველოში 14000 საფუტკრე მეურნეობაა, ანუ მეურნეობა, რომელსაც გააჩნია სკები და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაზაში რაც აქვს აღრიცხული, ეს არის დაახლოებით 1300 საფუტკრე მეურნეობა.
განსხვავება და რა ვინც უშუალოდ სურსათის უნებლობის კუთხით კონტროლს ექვემდებარება, არა ვეტერინარული კუთხით, არამედ სურსათის უნებლობის კუთხით, ეს არის სულ 40 რეგისტრირებული საწარმო თაფლის წარმოებაში და თაფლის წარმოებით დაკავებული და სასოფლო მეურნეობებიდან მხოლოდ 15 მეურნეობაა რეგისტრირებული. მივდივართ იქამდე, რომ არსებულ არასახარბიელო ვითარებაში თავად მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს და მიაქციოს ყურადღება რიგ საკითხებს. რა არის ის რეკომენდაციები, რასაც მომხმარებლებს ურჩევდით თაფლის შეძენის დროს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული, რომ უვნებელ თაფლს მივირთმევთ. ძალიან რთულია ხა რამე ისეთი რეკომენდაციის მიცემა, რომელიც დაგვაზღოს ჩვენ რისკებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ თაფლთან დაკავშირებით ორი რისკია, ფალსიფიკაცია და უნებლობა. ფალსიფიკაცია სერიოზული რისკია. სხვადასხვა მეთოდები არსებობს ფალსიფიცირებული თაფლის ამოცნობის, სხვა შორის ჩვენ გვაქვს ბუკლეტი ჩვენ საიტზე მოხმარებელი ჯიზე და შეუძლია სურვილს მოძებნოს, თუმცა რაც შეეხება შეძენილი თაფლის ამოცნობა რომ გქონდეს ხო? კი, თუმცა ხა ესეც 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემს. რაც შეეხება უნებლობას, რთული არის გარკვევა, ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ ვინც არის რეგისტრირებული და ვინც ექვემდებარება კონტროლს უფრო მეტად შეგვიძლია ვენდოთ მათ და ეს მონაცემები განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე, კვლევის მონაცემები, მათი კონტროლის მონაცემები, თუმცა იყო აგერ შარშან ზუსტად შემთხვევა, რომ 100-დან 5 ნიმუშში აღმოჩნდა აკრძალული ანტიბიოტიკები და ამ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა მათი წარმოებლების იყო საკმაოდ ავტორიტეტული, გავრცელებულ სავაჭრო ქსელებში იყიდებოდა და სააგენტოს მიერ იყო 24 წელს ინსპექტირებული ეს საწარმოები. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ესეთი არც ეს არ არის გარანტია. 100%-იანი გარანტია არ არის, თუმცა გარკვეული რა თქმა უნდა სანდოობა ცხადია არის იმ ოპერატორების, ბიზნეს ოპერატორების მიმართ, ვინც ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს. აი ეს მინდოდა მეკითხა, რამდენად საშიში ნივთიერება შეიძლება იყოს თაფლში და რა ტიპის ზიანი შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს. ანუ ძირითადად ანტიბიოტიკებზეა საუბარი. ძირითადად ეს არის, გამოიკვეთა ესე, რომ არის ანტიბიოტიკები, ანუ ანტიბიოტიკებს იყენებენ ფუტკრების სამკურნალოდ, აქედან გამომდინარე, ეს ანტიბიოტიკები რჩება შემდეგ უკვე ფუტკრის ორგანიზმში და ამ შემდეგ გადადის თაფლში. არის მთელი რიგი ანტიბიოტიკები, რომლებიც არის საერთოდ აკრძალული, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, მაინც აღმოჩნდა შარშან. ანუ ასეთი რთული არის ძალიან ამ ანტიბიოტიკების გამოდევნა შემდეგ ორგანიზმიდან. ეს ანტიბიოტიკები რჩება ასევე ფიჭაში, ანუ თუ ვთქვათ ერთხელ მისცეს ფუტკარს ანტიბიოტიკები, შემდეგ ეს შეიძლება გადავიდეს ფიჭაში, ეს ფიჭა შეიძლება რამდენჯერმე იქნეს გამოყენებული და ეს დარჩეს ეს ანტიბიოტიკები იქ და უბრალოდ ძალიან რთული არის ამ ანტიბიოტიკების გამოდევნა შემდეგ ამ მეურნეობიდან, ორგანიზმიდან და შემდეგ უკვე ხო ამის საერთოდ მოცილება მეურნეობიდან და ხო ეს ანტიბიოტიკების თუმცა არის სხვა დამაბინძურებლებიც, ვთქვათ, პესტიციდების ნარჩენები, ლითონები, ეს გარემოდან და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ვთქვათ, სავარგულებში პესტიციდების გამოყენება მოიხსენებათ ხდება და აქედან შეიძლება გადავიდეს, თუმცა ჩვენთან რაც არის გამოკვეთილი, ეს არის ანტიბიოტიკების ნარჩენები. და ეს ანტიბიოტიკების ნარჩენები იწვევს ორგანიზმის შეჩევას და შემდეგ, როდესაც საჭიროა ეს ანტიბიოტიკები ადამიანის სამკურნალოდ კრიტიკულ სიტუაციებში განსაკუთრებით, ადამიანს უვითარდება, ასე ვთქვათ, რეზისტენტულობა, ანუ ვეღარ მოქმედებს ეს ანტიბიოტიკები ადამიანზე.